მოკლედ ჩემო ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ძალიან მაგარი ვიდეო გადავიღე, ძალიან მაგარ იარაღესთან და მოხელესთან და ხელოსანთან. ეს იქნება ჩემი პირველი ვიდეო, რომ დავიწყე და მინდა გადავიღო საქართველოს ყველა კარგი და მოქმედი და სერიოზული ხელოსანი თავის შრომა საქმიანობაში. მოკლედ ამ ვიდეოს არ ვიცი რამდენი გამოხმაურება და მაყურებელი ყოლება. ალბათ ყველას არ მოეწონება, მაგრამ მინდა რომ გავახარო ჩემი მაყურებლები და მინდა რომ მთელ საქართველოში დავიწყო ყველა კარგი ხელოსნის მოძიება და გადაღება მისი შრომა საქმიანობის და ეს იქნება ოსტატი მეიარაღე ოնդახის თუ იარაღის დეტალების შემქმნელი და სხვადასხვა მინისაწარმო აქვთ თავიანთი და თავიანთი სახელოსნოები აქვთ და მინდა ეს ვიდეო მოწონება დაიმსახუროს თქვენი მხრიდან. თან ერთი თხოვნა მექნება, ჩემ არხს არ აყავს სპონსორი. ანუ არავინ ეხმარება ეკონომიურად და ძალიან გული მწყდება. მინდა რომ გამოიჩინოთ ყურადღება და ძალისხმევა და თუ იმეს გნებავთ რაიმეს გარეკლამება ან შემიძლია რამე გადავიღო თქვა, გავაკეთებ ამას აუცილებლად, არ დაგზარდებით და მე რაიმეს არ ვითხოვ ისიც. ვინ რითაც შემეწევით, მადლობელი ვიქნებ. მადლობა ყურადღებისათვის და კარგ ვიდეოს გთავაზობთ. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მოკლედ ეხლა ვიმყოფები ესეთი საწარმოა და ჩვენი მეგობრის არის ძალიან კაი ქართველის და ძალიან კაი კაცის. ეს იმყოფება შეშელიძეზე, გივის დუქანია ცნობილი აქ თავის ხინკალით და აი გივის დუქნის გვერდზე არის სადაც ავტომარიაჟი კეთდებოდა და აქ არის ირაკლი წერავა, კლუბი მონადირე, იუთუბერი, ჩვენი მეგობარი. აგერ არის მისი ნავი. მოკლედ აქ მინდა გადავიღო ერთი ძალიან კარგი ჰიდროგრაფიკ ჯორჯია, ჩვენი ძმა და მეგობარი შალვა კუსიანი. ეხლა მივახლოვდები მის ბოქს და რეებს აკეთებს, ვიხილავთ ჩვენი თვალით. მოგესალმებათ, უიარაო. მოგესალმებით. როგორ დანდები? პირველში დღეს მაყურებელს, მიხარია რომ გესტუმრეთ. აი როგორ ავარდა ნადიროს სეზონი მალე მოდის და ხვეწვა ჯამთელობა მოდის. მადლობა. ჩემი არხის და თქვენი არხის მაყურებლები არიან მამაკაცების უმრავლესობა და ეხლა მე მინდა ეს საინტერესო პიროვნება გადავიღო და ჩავწერო ბატონო ირაკლი ვესტუმრე აგერ ბატონ შალვას და მინდა ვნახოთ ეს საოცრება. მოკლედ ეს კაცი ავტომობილს თუ რაიმე შეიძლება დაფერვა გაუკეთეთ, ეს კარბონით დაწყებული, დამთავრებული სხვადასხვა ფერებით და ნაირსახეობით. ბატონი შალვა, ჩვენი ძმა და მეგობარი, ჰიდროგრაფიკ ჯორჯია. მოგესალმება თუ იარაღო ბატონო შალვა. ეხლა მოგაწოდით მიკროფონს. აი თქვენ მიკროფონი. ეხლა ვისაუბროთ დეტალურად ყველაფერს. მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩვენთან. ჰიდროგრაფიკ ჯორჯია. ერთადერთი ვართ მთლიან საქართველოში, სადაც მოგზანდებით და სასურველ დაფერვას ვაკეთებთ თქვენი არხს. მისამართი ფეიქართა 14, დრაივ მოტორსი, ავტოსამგებრო ცენტრი. არა მარტო იარაღზე, მანქანის დეტალებზე და ნებისმიერ რამეზე. კარდა მორეზინებული დეტალის. ყველანაირ კარდ დეტალს. აი ეს არის ჩვენი ირაკლის ავტომარიაჟი, აქ კეთდებოდა მარიაჟები მანქანის. ენოცვალეთ თქვენ. შემდეგ ვაკეთებ. ერთ-ერთი არის აი ეს ნივა, უკაცრავად უცებ გეტყვით, რომელიც მიდის ამერიკაში, მაიამიში. პროექტი არის ესეთი, უნდა გადავაკეთოთ მთლიანად. გოჩი გვიდგას კარგი კომპანიები და ეს როდასრულდება გადავიღებ მერე კიდევ ერთხელ ნივა იქნება და მაიამის ქუჩებში ივლის ავტომატიკა მერსედესის დავით ნივა. საინტერესო. გისმენთ ბატონო შალვა.
ძალიან საინტერესო პროექტი. უშუალოდ ეს პროექტია მოგეხსენებათ პოპულარული იყო საქართველოში 2010 წლიდან დაახლოებით რუსული ნახევრად ავტომატები, კონკრეტულად ეს მოდელი MR 153-ია. დიახ. შემდეგ კი გავიგეთ, რომ თურმე უკეთესი ნახევრად ავტომატებიც არსებობს მსოფლიოში, მაგრამ კი ბატონო. მაშინ ეს იყო მონტაჟი ეს. მაშინ იგი მომიტანეს ტოფი გაუბედურებული, ასე ვთქვათ, უკვე დამუშავებულია. ხო, მივხვდი, რომ დამუშავებულია ფერში. ხო. გამზადებულია, რომ ფერი მიიღოს. უშუალოდ ამოვლების პროცესი რო განახოთ, მაგისტრის გავამზადე. ლულა ჟანგიანი ეს კორპუსი გათეთრებული უკვე მელნისფერი იყო გამხდარი, სვეტიდან გამომდინარე რა. და უშუალო ამოვლების პროცესს გავაკეთებ და ნახავთ როგორი გამოვა თლიანი. ძალიან საინტერესო, ძალიან საინტერესო. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამას უკეთდება ნანო კერამიკული დაფარვა. დიახ. რომელსაც არ გააჩნიათ სვეტა. აჰა. აფუჭებს მხოლოდ ძირს დავარდნა ქვაზე მოხვედრა ან რაიმე ყარ საგანზე შეჯახება. კი ბატონო. ელემენტარული რო აიღოთ, მანქანას ჩაოულებრივი ლაქია სხია და რამეს რო დაეჯახოთ, კრასკა გაფუჭდება ხო ასეა. კი ბატონო. ყველაზე მინიმუმ. ყველაზე მინიმუმ აი ქერცლება მაინც. ხო, ტოპის შემთხვევაში უკვე სპეციფიურია, რადგან ლულაზე სხვა მასალის დასხმა მიწევს, კორპუსზე და კონდახ ტიპჟირზე სხვა მასალის დასხმა მიწევს. რადგან ლულა არის დრეკადი და ჭურვის გასვლის დროს დეფორმირებას აკეთებს, არ ჭირდება ლულას ხისტი მასალა, ჭირდება სპეციფიური კერამიკა, რომელიც ამ მოძრაობას აყვება, მაგრამ იქნება იდეალურად მყარი, რა. კი ბატონო. მაგალითად, რაც გამოდგება კოლოფისთვის, ზემყარი არ გამოდგება ლულისთვის. გასაგები. რო არ დაიბზაროს, ასე ვთქვათ. აი ეს პატარა დეტალი წეხან გაჩვენეთ ფანრის სამაგრები, ესეთი რაღაცებიც მოაქვს. კიდევ სანამ ჩვენ თოფს ამოვავლებთ, განახებთ შავ პითონს, ეს არის საშრობი, სადაც ულტრასხივებით ხდება უკვე რა საინტერესო. სუშილკიდან გადმოტანა რა. საშრობი. თავარი საშრობში რჩება 24 საათი, შემდეგ აქ გადმოდის და ულტრასხივებით დაახლოებით 4 საათი ხდება გამაგრება. ამ ფერის გამაგრება ხდება ტიპჟირზე, არა? საინტერესო. ეს არის შავი პითონი, ხოლო ჩვენ გავაკეთებთ წითელ პითონს. კი ბატონო. კი გენაცვალე. ორივე ძალიან ლამაზია, უკვე თვითონ მე პატრონიდან გამომდინარე ხდება ფერის არჩევა რა. ძალიან საინტერესო. აბა რა ფერი გამოგვივა ჩვენ ახლა ის უფროს მაინდელს. კი ბატონო. მე თქვენთვის მოქვს სიურპრიზი, ასე ვთქვათ. ყველაზე რთული დეტალები ამოსავლებად, რომელსაც მე ამოვავლებ და განზადებულ ლულას თქვენ ამოგავლებინებთ პირადად. მინდა რომ უბრალოდ განიცადოთ ის პროცესი, თუ რა სიამოვნებას იღებ, როცა რამე ხელოვანს ქმნი ამ მიმართულებით, რა, ჰიდროგრაფიკის მიმართულებით. ძალიან მაგარი. იმ ემოციას შეიგრძნობთ, რასაც მე ყველა დეტალზე ვიგრძნობ. უმეტესი მადლობა. ბევრი წლები დამჭირდა იმის სწავლაში, რაც მიყვარდა, ის მეკეთებინა რა. გაგიმარჯოს ხმართ. ასე რომ დავიწყოთ. დავიწყოთ. კი ბატონო. ეს მეკეთოს, ხო? ეგეთოს, კი. ეგეთოს და გადავიღოთ. გავამზადებ რა და დავიწყოთ გადაღება. კი ბატონო. აი ეს არის მასალა, რომელიც
აი ასეთ შეფუთვით იგზავნება ამერიკიდან. დიახ. სპეციალურად ჩემ მომწოდებელი კომპანიიდან ჩამოდის ყველას ეს გონია ცელოფანი, ფირი და ასე შემდეგ, ხო არა აძრება, ჯიგარო და ასე შემდეგ რა, მაგრამ ეს არის მეგობრებო, ნახავთ კიდეც ვიდეოში წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავი. ეს არის გამზადებული საღებავი ესეთი. ანუ ფერი გამზადებულია უკვე. ეს გადადის მერე. ეს წყალზე გაიხსნება სპეციალური გამხსნელებით. ამის შემდეგ გახდება თხევადი. ხოლო ეს რაც ცელოფანია, სინამდვილეში არის წყლისგან შექმნილი ორთქლი და მასზეა დატანებული. და ეს ჟელეს სახით მერე ირეცხება უკვე დეტალიდან. წყლის მეშვეობით. რა, მაგარი მოკითხები. ნუ საოცარი ტექნოლოგია. მაგარი. რაც შეეხება ჩვენ ფირს განახებთ. ნახავთ ყველაფერს დეტალურად. კი ბატონო, ეხლავე ეს არის პითონი. ეს არის პითონი, ხო? ყველაზე პოპულარული ჩვენ ბაზარზე ასე. ლამაზია. განსხვავებულად ლამაზი გამოდის. ლამაზი. და ეს შიდა ფენიდან გამომდინარე გადავა უკვე მოწითალო ხაკის ფერში. კი ბატონო. და საოცარ ვიზუალს მიიღებს. კი ბატონო. ეს არის ბასეინი, ხო? სადაც მიმდინარეობს ფერების გადატანა, გადმოტანა. კი ბატონო. ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებთ. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. ალბათ ბევრისთვისაც. ნუ ხდება ძველი თოფის გაახლება. ძველი არ არის. ფაქტიურად ახალი თოფი გაქვს. კი ბატონო. აი მაქვს კლიენტის მოტანილი თოფი, აი აქ მიდევს, რომელსაც აქვს ქარხნული გამოფლირება, რომელიც ერთი სეზონი, მაქსიმუმ 2 სეზონი ძლებს, რადგან არანაირი დამცავი არ გააჩნია. არ გააჩნია. ქარხანამ რო გაგიკეთოს იმ დონის გამოფლირება, რომ კერამიკა დაგისხას და ულტრასხივები გამოგიშროს. თოფი დაახლოებით 700-800 ლარს მოიმატებს ჩვენ კურსზე და არ უღირს, ამიტომ ავტომატური პრინტია დაახლოებით 15-20 თოფი ერთდროულად ჩადის ამ ამოვლების სისტემაში და მოდის ბაზარზე ჩვეულებრივ გამშრალი. აბა ნახოთ. აი ეს არის ქარხნული დაფერი. არის ამ ზაფხულს ნაყიდი, შეხედეთ უკვე აზიანებები აქვს. კი ბატონო. აი, ნახეთ. ხო, არის უკვე გაკუცული ქვია. ფერი აქვს გადასული. გაწვეთილი კი არის, გაკუცული ქვია. ნუ ასეთ შემთხვევებზე ჩემ ყველა კლიენტს გარანტიას ვაძლევ, რა თქმა უნდა. ერთი შეკითხვა მაქვს, ეხლა მე ზუსტად ვიცი ერთი კაცი ჩემი ნათლული, რომელსაც ეს მართლა უნდა ბერეტაზე, გაკუცული აქვს იმასაც, მაგრამ კიდე არიან ხალხი. საშუალო ფასი ამისი, რო ვთქვათ, ბარემ თუ იარაღს გააჩნია და არა, გააჩნია მდგომარეობას. ხო. მაგალითად 450 ღირს თუ კამოფლირებულია და უკვე თავიდან უნდა მოხდეს კამოფლირება. დიახ. რადგან რა თქმა უნდა იმის აცლას დამუშავებას დრო უნდა. გასაგებია. თუ ჩვეულებრივ შავი პლასტიკია. ეგ 400 ლარი ჯდება. უფრო იაფიჯდება. ხო, 50 ლარია სხვაობას. გასაგებია. ფირებშიც არ არის სხვაობა, საღებავებშიც. კი ბატონო. ანუ გამძლეობით იგივეა საერთოდ და ფასიც იგივეა. გასაგებია. კი ბატონო. იგივეა მაგალითად ხის კონტაქტი და ტიპჟირიც, არა, ნუ პლასმასი არ კეთდება მხოლოდ. ხეზეც შესაძლებელია. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ხე იწოვს მასალას, ჭირდება მაგალითად თითქმის ორმაგი მასალა დამუშავების დროს, ხეც 450 ჭირდება.
გასაგები. ესე იგი, ხე მერე დამუშავების დროს წყალი შიგნით არჩება, ესე იგი. ანუ რო ამუშავებ, დამუშავების შემდეგ, ამოვლების შემდეგ და ასე შემდეგ, წყალი ფიზიკურად ვეღარ მიდის. ვეღარ შედის კონდახში. ასევე ულტრას სხივების მიშვერის დროს არის ძირითადად თურქული ხე მოხარშვის გარეშეა დაყენებული თოფზე. აქედან გამომდინარე საშუალებიდან გამოღებული დაახლოებით 50-70 გრამს იკლებს ხოლმე. გასაგები. ანუ შრება კიდევაც. მოკლედ, ერთმა ორმა მითხრა თქვენი ვიდეოები რო აყურებია, რომ აიო ხედავ ხეს აკეთებსო და შეიძლება წყალი ჩარჩეს შიგნითო და სწორი პასუხი გამეცით ეხლა, რომ ისე მუშავდება, რომ წყალი ხეში შემდეგ აღარ შედის და თუ შედის, საშრობი აშრობს იმას ბოლოს. კი, ანუ როგორ ხდება, ნახეთ, სანამ წყალში ჩაიდება ხე და ამოივლება, მანამდე ის იმ დონის შესაბამისი ებოქსიდური მასალებით მუშავდება, რომ წყალი ფიზიკურად ვეღარ ეკარება. კი ბატონო, შვენია. კი ბატონო. ამომწურავი პასუხი იყო ჩემო ბატონო. ეხლა მიდის პლასმასზე, ხო, ისა თუ ხე არის? არა, პლასტიკია. პლასტიკია. კარგით, ეხლა მოვქნი. გავამზადებ და მერე დავიწყოთ. მოკლედ როგორც შეგვიდით, ვიწყებთ გამზადდა აქ ეგრეთ წოდებული აუზი. იწყება ეს პროცესი. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროცესი. ვაუ, რა ფერია, ხალხო, ეს უნდა ნახოთ რა. პიტონი ქვია, ეს მართლა მეგონა გველმა ამოყვინთათ ხო. ვაუ, რა მაგარი ფერი. აი ეს პრიალა ნაწილი არის ზუსტად ის ჟელე, რაზეც ვილაპარაკებოდით რა, ცელოფანი. ბალადეს. აი გაიცლება უშუალოდ წყლის დასხმით. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. შეიძლება კაციშოთ და მეორეს მოვამზადებ ეკრე. კი ბატონო. დიახ ბატონო. აი ხო ამოევლო იქ და აი ესე ხდება წყლით მერე შემდეგ ისი გარეცხვა. ზედმეტი რაც დარჩა, არა მგონია რამე დარჩა ზედმეტი, მაგრამ ირეცხება ესე წყლი. არა ის ცელოფნის ნაწილი რაც არის ჟელეთ იშლება. ჟელეთ იშლება და ჟელეთ ცილდება ჟელე, კი ბატონო. წყლის ნაპორი აცილებს ჟელეს. აი ესეთ ამბავში. მოკლედ ეხლა მეორე დეტალის აი მაგას რა ქვია ახლა რაც გავაკეთეთ? აი მაგ აქტივატორი. აქტივატორი? ეხლა მიდის ტიპჟირის გაფერადება. ამოვლება. ვაუ, ემოცია იგივე. აუ, რა მაგარი ფერები დაჯდა.
საყოველთაო. მაგას თავი რო გავუკეთო, სადმე დააგდო ვიღაცას ნაღდი გველი ეგო. მაგარია და ეს უკვე შრება, მაგრამ ჯერ სადაა გაშრობამდე, მაგრამ ფერები ნახეთ ხალხო რა ფერები დაждდა. ეს სველი პიტონი, ეს ნახევარჩრალი პიტონი. მაგრამ ნახევარჩრალს უკვე ფერები ძალიან მაგრა დააჯდა რა. აუ რა, მაგრამ კამერა თუ აღიქვავს ახლა აქ, ჩემი თვალი მოკლედ ხარობს და ზეიმობს. ცოტა განათებაც რომ მივცეთ, აი, მართლა პიტონს აგავს რა ეს. მაგარია. ძალიან მაგარია. ეხლა ცოტაოდენი შესვენებაა, წყალს გავასუფთავებთ და მიდის კონდახის ფირის გადაკვრა. ეხლა ჩვენი მეგობარი შალვა ესეთ წინადადებას თავაზობს. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ჩემო მეგობრებო, ბატონებო და ქალბატონებო, აი ეხლა ვამზადებთ რომ უნდა გადავაკრათ ლულას ეს ფირი და ფერი. და შალვამ შემომთავაზა, მოდიო თქვენ გააკეთეთო ეს საქმეო და მე გასწავლით და აბა ნახოთ როგორი მოსწავლე გამოვა. იმედი არ შევწყვეტ. არანაირად. იმედია გამომია. წინ გამარჯვებისაკენ. საერთოდ ყველა გაკეთებული საქმე და ყველა შესრულებული, კარგად შესრულებული დავალება არის გამარჯვება. ნებისმიერი ადამიანისთვის მე ასე მგონია. ნახოთ აბა რა გამოგვივა. ძალიან მაგარ საქმეს კი აკეთებს ეს კაცი და ბევრისთვის საინტერესო იქნება ეს გადაცემა. მე ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ მამაკაცური არხი მაქვს და სადაც მამაკაცს იარაღი უყვარს, სადაც სმაჭამა უყვარს და ავტომობილი უყვარს, იქ რა თქმა უნდა იარაღის მოვლაც უყვარს და აკოხტავებას და ყველაფერი ასეთი შრომა საქმიანობა. ზოგადად ეს მარტო ავტომობილებისთვისაც არ არის. მე იარაღებისთვისაც საინტერესო იქნება ეს გადაცემა ჩემო ბატონო შალვა. საინტერესო შრომა საქმიანობაა ჩემო. და რა თქმა უნდა ძალიან მიხარია რომ მე ირაკლი და თქვენ ასე დავმეგობრდით და ასე კარგად გავიცანით ერთმანეთი. ირაკლს დიდი ხანია პატივცემ და რო იტყვიან ჩვენი სულიერი მეგობარია, მონადირე კაცია, მეთევზე კაცია და ავტომობილისტია და ბოლო მამაკაცია, რომელსაც უყვარს ნადირობა, თევზაობა, ავტომობილის მოვლა და ასე შემდეგ. ცოტა შეშინებული ვარ, პირველი ჯერია ჩემთვის, მაგრამ ყველანაირი ნეხის გარეშე უნდა გავაკეთო პირველივე ჯერზე. მოდი ვნახოთ ვენახი. ხედავ შენ რა აბაზანა ყოფილა. ესე ხო ახლა ფერს ვერ აღიქვა. მაყურებელს ვეუბნები ახლა რომ აი უყურებ ახლა და პითონი და ეს არ არის ახლა ის პითონი. შემდეგ რო ამოიღებს წყლიდან რა სასაულ ფერს იღებს. ღმერთო ეს რა სილამაზე ამას შეხედე. ამას შეხედეთ რა ფერები რჩება ბოლოს. ვაუ.
ძალიან მაგარი. ის არ ჩასაგდია. ხო. კი ბატონო. აქ ვიყურეთ, რომ გასწავლოთ როგორ ჩა. კი ბატონო, გიყურებ გაფაციცებით. ავიღეთ ხვირი. ხვის ჩავადებული. მივხვდი და ჩაუშვა ბოლომდე. იმიდან ბოლო კიდედან ფირის კიდედან 5 სანტიმეტრი მოაშორეთ და დაიწყეთ ჩადო. ერთი ტემპი როგორც გიცხადეთ. გავცვალოთ პოზიციები. ერთი წამი ჯერ აქტივატორი დავასხა და იჭერეთ. აჰა. კი ბატონო. თავის დროა. აჰა. ზოგადად წამებზე იწვიან, მაგრამ იმდენი მაქვს ნაკეთები რომ უკვე დრო იცით. აქტივატორი. ეგ რო გააქტიურდეს ფერები არა? აბათ. ძალიან საინტერესო. ქიმია და ფიზიკა ერთად მუშაობს ორი. აბა ნახოთ. რა გამომივა? კაია თუ კიდე? ჯერ სწორად დაიკავეთ. არა. ახლა ხოიდა აწიო, ცოტათი თორნა. აი, ნენელა დაიწყეთ ჩაშვება. შეყოვნების გარეშე, ეხა. ვიდით დაიწყეთ. კარგია, ჩაუშვით. ეხლა გამოვძრავეთ. გამოვიდეთ. გამომივიდა? მე მგონი. ვაუ, რა სილამაზე. ვაუ, რა სილამაზე. დაიხატა, ბიჭო, ხედავ რა ლამაზი ფერები და როგორი ემოცია. ძალიან მაგარი. ემოცია არის. მეგონა მართლა ცოცხალი პითონი ამოვიღე იქიდან თქო. აუ, ძალიან ლამაზია რა. ხაზი გაქვს იდეალურად შექმნა. ვაუ, რა მაგარი დარჩა. ხედავთ თქვენ აი ამას. შეხედეთ აი ღიობები, სადაც აქ იმის ქვევით, მე მართლა გველის კანივითოა ჩამოფერილი. თან ზუსტად ერთმანეთს ემთხვევა, ლაც. ვაუ, კაია. შეგრძნება კაი და ფერი კაი და მდგომარეობა კაი და. საო. მაგარი გამოვიდა. კაი გამოვიდა. იდეალური ამოვებულია ირადატებით ყველანაირი. სადავდო? აქ მივადო? მოკლედ ძალიან მოეწონა. ჩვენ ძმას და მეგობარს, ეს ამ ჩემი ამოვლებული. ნულა და აღარაფერს ხაზიო იდეალურად შეგარიო პირველი კაცი ხარო ხაზი რო გააკეთე ასეო, ჯერ არ მინახავსო. და აღარაფერი აღარ უნდა ამთობსო, გარეწყვის გაგაშრობის მეტიო. ეხლა მიდის ამის დამუშავება, ჯერ მოაშორებს. ეგრეთ წოდებულ. ჟელეს მე უნდა გაშრობო, ხესა? მე გაშრება უნდა. მე კერამიკა დაიწყება. ეგრეთ წოდებული სუშილკა. აი სუშილკა კი განახეთ. აგერ არის გაკეთებული. და ამის ფერები ნახეთ ხალხო. ძალიან ლამაზი ფერები რო დარჩა და დაჯდა. ვაუ. რაც მაგარია მაგარი. დარჩა კონდახი. ეს ბოლო აკორდია. აბა საბოლოო ჯამში რა გამოგვივა. ნუ იარაღი დღეს არ აიწყობა. იმიტომ რომ ამას არც მექანიზმები აქვს არაფერი, მარტო ტიპჟირი კონდახი ეს ჩარჩო და ლულა იფერება. შიგთავსი საერთოდ გამოღებული აქვს იარაღს და სახში აქვს მეპატრონეს. ეს იარაღი აიწყობა ბოლოს მეპატრონესთან უკვე გამშრალი და გასუფთავებულ მდგომარეობაში. და ეს ყველაფერი ახლა დაჯდა 450 ლარი? არა, რადგან ეს შავი პლასტიკი იყო? ხო, 400 დაჯდა. კეთი. აი, ტიპჟირის მერე მოვიდა კონდახი.
მაგარი შეგრძნება და აუ რა ფერის კონდახი ბიჭო რა კონდახი დარჩება აი მაგარი ფერი შალც არა აქვს ეგეთი ფერი რა დავრეცხოთ შელე არეცხვის მერე ნახეთ რა ფერები დაირტყარა ვაუ ალურა ნახეთ რა ფერია ანტივირი ნახეთ მაგარი ფერებია ძალიან მოკლედ ჩავლა ბატონო მე მინდა დავასრულო ეს ვიდეო ოღონდ თქვენ რო დაამთავრებთ აი თქვენი მიკროფონი მანდებს მოკლედ ჩემო მაყურებლებო ჩემო ძვირფასო ადამიანებო ხო ჩართული მე მინდა ბატონ შალვას მოვხადო მადლობა ეს არის მეიარაღი კაცი ჩვენ მეგობრობთ პნევმატური ჯგუფიდან ზუსტი სროლის ფედერაცია პნევმატური ჯგუფი აირგანს მოკლედ ჩვენ ვართ აირგანელები სროლელები მეიარაღეები და ეს კაცი აკეთებს კიდევ ძალიან კარგ საქმეს არა მარტო ავტომოყვარულებისათვის ასევე იარაღის მოყვარულებისათვის ეს ვიდეო გადავიღე იმისთვის რომ ნახოთ ეს კაცი როგორ მუშაობს ეგრეთ წოდებულ ჯიათთან ანუ ეგრეთ წოდებულ პლასტიკთან პლასტიკი არის შავი ფერის და არის კიდევ როგორც გაჩვენეთ სხვადასხვა ფერის და კიდევ ერთხელ გითხარით რომ 400 ლარი ჯდება შავი ფერის გაფერადება და ფერის გადაკვრა და 450 ლარი ფერადის დამუშავება ბატონო შალვა, 2 სიტყვა უთხარით ჩვენ მაყურებელს. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ ერთმანეთი რა თქმა უნდა პნევმატიკამ გაგვაცნო ასე ვთქვათ. აირგანჯი ჩვენი კლუბი. იქედანაც მოგესალმებით და ჩემი სამსახურიდანაც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. გვესტუმრეთ, რითაც შეგვიძლია მოგაწოდებთ ინფორმაციას და ყველაფერს. გამოიწერეთ ეს არხი, მართლაც არ არის შეზღუდული რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში, საინტერესო კონტენტია. მადლობა თქვენ ამისთვის. და წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. წინსვლას და სხვა რავი განარჩენი უკვე მადლობა ბატონებო და ქალბატონებო ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ შალვას ხო მართლა ბატონ შალვას ტელეფონის ნომერი და WhatsApp-ის ნომერი იქნება მითითებული კომენტარებში დავურთავ ამ ვიდეოს და თუ ვინმეს დაინტერესდებით და გექნებათ იარაღის დეტალი ან მანქანის დეტალი ესე შესაღები და ესე ფირგადასაკრავი და ესე ფერშესაცვლელი მომბრძანდებით და დეტალურად ბატონი შალვა აგიხსნით კიდევ ერთხელ თავის შრომა საქმიანობას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. მადლობა. ნახვამდის.